დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს ტრადიციისამებრ არ არის შაბათი, დღეს არის კვირა დღე. შაბათი იყო გუშინ და ვიყავით პიკნიკზე წასულები, მაგრამ საკმაოდ გაკურვებული, გაოცებული დავრჩი ერთი ფაქტის გამო, რომელსაც ეხლავე მოგახსენებთ. ჩვენ ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე, ალბათ გეცოდინებათ, კახეთის მიმართულებით ვართ ნამყოფები ბევრჯერ საპიკნიკე ადგილებზე გვაქვს ნანახი მამკო და ნორიოს მიმართულებით საბადურის ტყე სიონში ვართ ნამყოფები და ასე შემდეგ, მაგრამ გუშინ ვიყავით შარშან ვარ მე ნამყოფი მაგ ადგილას, სადაც გუშინ ვიყავით, მაგრამ ვიდეო არ მაქვს ჩაწერილი და გუშინ გადავწყვიტეთ წასვლა და ჩაგვეწერა ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილები არის მანდაც. გუშინ ვიყავით ბოლნისის რაიონში, სოფელ ფოლადაუში. ძალიან ლამაზი ბუნება არის, განსაკუთრებით ზაფხულში, იმიტომ რომ მდინარე ჩამოედინება, მდინარე ფოლადაური, ზაფხულში ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ძალიან სასიამოვნო დროის გატარება შეიძლება ცხელ დღეებში, შეგიძლია იქეიფო, შემდეგ იქვე არის მდინარე ახლოს, გაგრილდები, ძალიან კარგი ადგილია, მაგრამ ერთმა ასეთმა ფაქტმა ჩემზე იმოქმედა ძალიან ცუდად და მაგას ვიდეოებშიც ნახავთ, მაგრამ მინდა ერთი-ორი სიტყვით გითხრათ, ჩემი აზრი მოგახსენოთ. ჩემი აზრით ადამიანი როცა მიდის სიამოვნების მისაღებად, იმან მომავალზეც უნდა იფიქროს, იმიტომ რომ მომავალში შეიძლება ისე მოეწონოს ის ადგილი, რომ მომავალშიც მოუნდეს და სურვილი გაუჩნდეს მაგ ადგილაზე ისევ წასვლა, ხო? ან ერთ კვირაში, ან ერთ თვეში, ან ერთ წელიწადში, როგორც ჩვენ შემთხვევაში, ერთი წლის წინ ვიყავით და ეხლა კიდე წავედით, მაგრამ მანდ მე მგონი მე მეორედ წასვლის სურვილი აღარ მექნება, თუ ამ პრობლემას რაღაცა არ მოევლება. ანუ რაზე ვსაუბრობ მე? ჩვენ ეხლა ეს ამაზე მე არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ მიწევს. ადამიანი როცა მიიღებს სიამოვნებას, ხო, მიირთმევს, დალევს თავისი ნივთები, ქაღალდები, პლასმასები, ბოთლები, ცელოფნები უნდა შეაგროვოს და წაიღოს ნაგავში გადაყაროს, მაგრამ სამწუხაროდ გუშინ მე რაც ვნახე, ეს იყო კატასტროფა. ხალხი სადაც ჭამს, იქ ყრის ქაღალდებს, პლასმასის ბოთლებს, ცელოფნებს, ისეთ რაღაცებს, რაც საერთოდ არ ფუჭდება 500-1000 წლის განმავლობაში ეყრება და ეყრება იქ. და იქ მისვლის სურვილი მე ნამდვილად აღარ გამიჩნდება. ამიტომ ჩემი თხოვნა დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადად ხალხი სულ ყველა ეგრე იქცევა, მაგრამ ყველა კარგში არის გამონაკლისი, რომლებიც აი ასე ამბინძურებენ ჩვენ ბუნებას, ჩვენ გარემოს და ეს არ არის ძალიან კარგი, ამიტომ ამის თქმა მინდოდა. მოდით ახლა გავჩვენებთ სად, როგორ და რანაირად. ზურა, კომენტარი ახლა რას ეკეთებ, ჭრი ხო? დასწრი და ახლა მოვდიოდით, მაგარი საქეფო ადგილი ვნახეთ აქა ჩვენ და მივდივართ იქ, მაგრამ გზაში დაგვდა წაქცეული ხე. და ვტესტავთ აი ამ სახერხ
მოწყობილობას, რომელიც ჩემმა შვილმა მაჩუქა, მე თათია მაჩუქა და ნახოთ ეხლა როგორ ჭრის. ცოტა რაღაცები დავჭერით, მაგრამ დავჭერით. სატესტოდ, ხო, სხვა ტელეფონით უნდა გადაგვეღო და დაგვიჟდა და ეხლა უკვე ამ ტელეფონით ვიხებთ. ამ ხილას მე მგონი ვერ გადავჭერ. გადაჭრა. ეხლა მანამდე ამან ესენი რაც გადაჭრა ის ხო ვერ გადავიღეთ და ეს არის გადასაჭიროა. საკუთრების ვარიანტი. კარგია. თან მაგარია. საჭირო ნივთია რა. როცა მიდიხარ ტყეში ოფროუდზე, ასეთი პატარა ხერხი მობილურია, ჩანთაში ჩააგდე და გამოგვადგება ყველგან, დაგჭირდება გააკ. გამოსაკაჩი თუ არის რამე ლებიოტკაც უნდა კონდეს აგერ და ალბათ მოვიხმართ ახლა ამ ლებიოტკას. მე კი ავალ შენ ამოდი თორე მე ავალ. მოიც ერწემებო თუ გადმოცემს აღმართს. ვახ ჩემი რამხელა სხვაობაა პროსტა იმინა თვალით რო უყურებ ეს ასე ხო სადაც 100-ია რა სადაც 50 გრადუსი ალბათ ნუ დავაი წამოდი ვაჟას იქ რაღაცა მოატყუე ისე წამოდი რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ვერავა ძალიან დიდი ის არის რა ჩანს ახლა არაფერი ფაქტიურად არა და მაგარი დაღმართია აღარ ხუმრობს ეს ხალხი ნახე უყურე ეს რა იყო ირა ხო თქვი ვერ ამოამეთქი Oh. ნე რა ლამაზად გაუკეთებია ვიღაც ეხლა ვიმყოფებით სოფელ ფოლადაუში ბოლნისის რაიონია დინარის პირას ძალიან კაი ადგილი ვნახეთ ესეთი საპიკნიკი ადგილები არის აშენებული ეს ახალი აშენებულია შარშან ზაფხულში ვიყავით არ იყო
აქეთ არის კიდე ხის ძირში ზაფხულში მშვენიერი დასასვენებელი ადგილია. ჭდილში. და ჩვენ სუფრა გავშოლეთ აი იქ გადახურვაში. ეხლა ცოტა ცივა, მაგრამ ზაფხულში აქ გადასარავი ადგილია ოჯახით, ბავშვებით რო ჩამოხვიდე. მდინარის პირას, ბავშვები მდინარეში გაგრილდებიან. შენ ისი ამოვნებ? ვინით და მწვადით. ძალიან კაი ადგილია. შეგწვიდა და სასტავი ანთებს ცეცხლს, ცოტა რომ გავთვეთ. მაგრამ შეშა არის ნედლი. ხმელი შეშა რაც წამოვიღეთ, მწვადი შევწვით. რა გამოვათ არ ვიცი, ნახოთ. ზორიკო დლიჟბი მიუშვი სადმე მაგანეთ ყველა გაწავა. რაც ბაზარი არის. ხიზელი ნასვამ. ჭიქას უდალეთ, მე წავიდეთ იქ ნასვამ. ჩავირბენ ჩამოვიყარ მანქანას. ეგრე ხო. 1-3 დღე დამჭირდება. ზადების ვარიანტები. ეს ნაგავნუგავები სუდად ჩას, მაგრამ ჩვენ ახლა აქ ნელა ვიბარგებით. ნელა ვლაგდებით. ყავა დამიეთ? ყავას ვსვავთ ნელა. ხოდა სხვებისგან განსხვავებით ამ ნაგავს და უბედურობას და ჯანდაბას აქ არტოვებთ. ამ ცელოფნის პარკს წავიღებთ და გადავყრით. იმ ცეცხლს კიდე იქ როანთია ჩავაქრობთ. Так что? ასე ვთქვათ, ამგვარად ეგრეა. აი ასეთი ყოხტა ლამაზი საკეიფო ადგილი ვნახეთ. ეს არის ულისის რაიონიდან გამოდიხარ სოფელ ფოლადაურამდე. გადმოსახვევი არის მარჯვენა მხარეს და ეს არის აზერბაიჯანელების გაკეთებული საკეიფო ადგილი. ყოხტად ლამაზად თავისი პატარა კარები ძროხა რო არ შევიდეს. წყალი
მაგარ ბუნებაში ხალხმა აშენა მაგარი საქეიფო. ერთი ძალიან დიდი მინუსი რაც რჩება ნაგავი უშვებენ ეგერ ხევში. პარკები, ქაღალდები ერთ სიტყვით აქ რომ მოხვა საქეიფო ჯობია აქ არ გადაიხედო. საქონდელი ვერ შევაში. ერთი საქეიფო აქაც არის. გზის პირას. აი გინდა. აქ არის პატარა ეკლესია. საკმაოდ ძველი ეკლესია, ეთყობა. იმიტომ რომ აგურის ნასახი არ ურევია, უბრალოდ გადახურულია ახალი, კედელი არის ძველი. ეს გადახურული ჩანს? და აი აქ არის გადახურული. საქეიფო ადგილი ესეც მშვენიერი. ძალიან საინტერესო ეკლესიაა. მაგრამ შიგნით ხატები მოვიტანეთ და აღარ არის. ხატები არის? არ ვიცი, სად არის შენი ხატი, სად დადე? ახლა ეწყო და აღარ აწყვი, ესე იგი ვიღაცა მაი. რაღაცეები არის. ეს ჩვენი მოტანილია ეს. ხო, ესე იგი არის. ეს პატარა ეკლესია არის ბოლნისის რაიონში სოფელ ფოლადაურამდე. ეკლესიის გვერდზე აშენებულია გადახურული საპიკნიკი ადგილი. ჭიქებით, თეფშებით. რა თქმა უნდა, აქაც ნაგავია. ადამიანი რა მოვა და ისიამოვნებს თავისი ნაგავი, მე მგონი არ უნდა დაყაროს თუ ღორი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ღორები არის ძალიან ბევრი. აი კიდე იქეიფე ისიამოვნე ნაგავი შეაგროვე წაიღე ნაგავში გადაყარე რატო ყრი აქ ღორი ხარ ესე იგი მანდ მეორე აზრი არ არსებობს ირა რა აწერია, აბა ერთ გადამითარგმნე, ვერა. სამწუხარო დაცმი არის. ძველი ქართული. ესე იგი, ახლა ვიმყოფებით ჩვენ ბოლნისში, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესიაში. ეს არის ბოლნური ჯვარი. ზოგი ეძახის ბიზანტიურიაო ზოგირას ამბობს, მაგრამ ბოლნური ჯვარი რატო ქვია? აი, ასეთი ჯვარი არის.
ბოლნისის სიონი აშენებული არის მე-6 საუკუნეში. და ბოლნისის სიონის შიდა ბოძზე ეკლესიის შიგნით ბოძზე არის გამოკვეთილი ზუსტად ასეთი ჯვარი. და აქედან გამომდინარე მე-6 საუკუნეში აშენებულ ეკლესიაში რომ გამოკვეთილი არის ძველი ჩავიწერ ვიდეოს მაგასაც განახებთ. ჯვარი აქედან გამომდინარე დაარქვეს ბოლნური ჯვარი. აბა ვინ მიხვდება რა ეკლესია არის ეს? ეს არის ეკლესია მონასტერი. ბოლნისის სიონი. ბოლოს რო ვიყავი აქ. აქ სულ ბუჩქები იყო, აქ დარბული გარშემო, ეკლესიის გარშემო, აქაც ბუჩქები იყო. მაგრამ რატომღაც ახლა ეს ამოთხრილია და აშენებენ აქ ამ კედელს. შევიდეთ შიგნით. ვისაც ჩემი დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ. Кому понравилось сегодняшнее мое видео, прошу ставьте лайк, подписывайтесь. Who likes my today video, please give me like and subscribe. Ободрубит. Встретимся позже. See you later. Ciao.